საქართველოში მიდიას 250,000-ზე მეტი შოურუმია. ანუ ყველა სახლში, სადაც მიდიას კონდიციონერია, სხვადასხვა ფუნქციის გამოცდა შეგიძლია. მაგალითად, Easy 2 მოდელი შენს ძაღლზე სწრაფად ხვდება, რომ სახლში ბრუნდები. აპლიკაციის მეშვეობით აღიქვამს, რომ სახლს უახლოვდები და წინასწარ იწყებს მის გაგრილებას. Easy 1 AI-ის მეშვეობით სწავლობს და ანგარიშობს შენს ჩვევებსა და ოთახის პირობებს. დავალებას ვერ დაგიწერს. მაგრამ ხვდება, რომ უახლოვდები და ძლიერ დაბერვას მსუბუქით ცვლის. TH სერია ისეთი დაბალი ხმით მუშაობს, კოღოს გაფრენის ხმასაც კი გაიგონებ. ჟანგბადი გარედან შემოაქვს და ოთახის ფანჯრის გაღებით განიავებას აღარ არის საჭირო. აბა ეს კოღო საიდან გამოვიდა? აი მაგალითად, MAES სენსორული ტექნოლოგია ოთახში ადამიანების რაოდენობას და მოძრაობას ამოიცნობს და ამით დამატებით 20%-ით ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯს. წარმოგიდგენია? XT მოდელს კი 9 მეტრზე დაბერვის ფუნქცია და 180 გრადუსიანი დეფლექტორი აქვს. ანუ როგორც გავიგე, ამ ფუნქციების დახმარებით, ბევრად უფრო მეტი ელექტროენერგიის დაზოგვა შეგვიძლია იმ სტანდარტულ ინვერტორულ კონდიციონერებთან შედარებით. მიდიას კონდიციონერის ყველა ფუნქცია ამისთვის არის შექმნილი. ანუ თან ზოგავ და თან როგორც გინდა ესე გრილდები. მიდია 250,000-ზე მეტი შოურუმი საქართველოში. Breezeless მოდელს აქვს ჭკვიანი ალგორითმი და შემიძლია 10 წუთში 6 გრადუსით გავაგრილო აქაურობა.